მოგესალმებით მეგობრებო, დადგა ის დრო, როდესაც უნდა შემოგთავაზოთ ჩვენ ახალი ვიდეო და დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის Ford Mustang მექანიკა GT 5-დან 0, რა თქმა უნდა 2022 წლიანი. ამანქანის ვიზუალს ხედავთ, ის არის აწყობილი Shelby-ს ბოდიკიძე, როგორც ვეძახით, ანუ Shelby-ს ვიზუალზე, რომელიც არის ძალიან ლამაზი, მინდა გითხრათ, მართლა ულამაზესი მანქანა არის. ეს მანქანა არის ძალიან ბევრი ავტომოყვარულთათვის მართლა ბავშვობის ოცნების მანქანა და ვისაც კი ეს მანქანა მოგწონთ, გისურვებთ რომ აგეხტინოთ ეგ ოცნება და გყავდეთ აი ესეთი არაჩვეულებრივი Mustang-ი. ის სხვადასხვა უკვე სტერეოტიპს არღვევს იმისას, რომ Mustang-ი ცურდება ძალიან მარტივად და ილეწება. არა. უკვე ჩვენ აგვხვდებით ამ მანქანის უკანა ამ მანქანებმა იმენახო დაგვღალეს რა ტვინი მოიყვა უკვე. მოკლედ ვაგრძელებთ. ამ მანქანის ესე იგი უკანა დაკიდება არის ერთმანეთიდან დამოუკიდებელი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოსახვეებში ბევრად სწორი და კარგი მანევრი შევასრულოთ და არ მოგვიცურდეს მანქანა. ამ მანქანის სისწრაფეს რაც შეეხება, მისი ესე იგი ცხენები ქარხნული არის 460 ცხენი, იქიდან გამომდინარე რომ ეს მანქანა არის ამერიკაში უკვე გაკეთებული და აქვს ასე ვთქვათ ცივი შემშვები სპორტული დაყენებული, ასევე გამშვები, თან არის მექანიკა, თქვენ წარმოიდგინეთ, 6 ჩქარიანი, უკანა მე-7 უკვე უკანასვლა, ეგ არ ითვლება, 6 წინ, ასე ვთქვათ, წამსვლელი სიჩქარე და ის დაახლოებით მისი ცხენები უკვე ასული არის 520 პლუსი. 520 პლუსი Mustang-ისათვის არის, მე ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო და კარგი ემოციის მომტანი. მოკლედ ეს მანქანა ჩვენ გავტესტეთ ტრასაზე. მისი მაქსიმალური ბრუნი არის 7000-7500 ტრექშენს, როდესაც გათიშავთ, აი მაშინ იწყება ნამდვილი ჯოჯოხეთი. კვამლი, ბოლი და დაუმორჩილებლობა. აი ზუსტად ეს მანქანა ამართებს მის სახელს Mustang-ს. Mustang-ი, რომელიც არის ველური ცხენი, გაუხედნავი. ბევრი შეკითხვა ისმება იმასთან დაკავშირებით, თუ ამ მანქანას რატო ქვია Mustang-ი. მოგეხსენებათ 1944-1945 წლებში ამერიკელებს ყავდათ ძალიან მაგარი თვითმფრინავი Mustang P51 და ეს თვითმფრინავი იმდენად უყვარდათ ამერიკელებს, ფაქტიურად მაშინ პირველები იყვნენ ამერიკელები ამ ამბავში და ამ სიყვარულის გამო ამ მანქანასაც დაარქვეს Mustang-ი. რაც შეეხება ვიზუალს, ხედავთ ვიზუალს, არ არსებობს ადამიანი, რომ ამ მანქანის ვიზუალი არ მოეწონოს და თუ არ მოწონს, მაშინ მის გემოვნებაში არის რაღაც სერიოზული გარღვევა. მაგრამ უნდა ითქვას ერთი რამე, თუ მე შემეკითხებით პირადად. კონკრეტულად ეს მოდელი უკვე ჩემი აზრით ცხენს არ გავს, გავს გველს. და ამართლებს კიდევაც მოკლედ მის ლოგოს Shelby-სას. Shelby, რომელ ვიზუალზეც არის კონკრეტულად ეს მანქანა აწყობილი. ამ მანქანის თაობის Shelby-ში არის 5-2 ჩარჯირებული ძრავი, რომელიც გამოიმუშავებს 760 ცხენის ძალას. თუ რა თქმა უნდა იქ პატარა ჩარევებს გავაკეთებთ, თავისთავად ის უკვე ადის 1000 ცხენზეც კი. ერთი უბრალოდ ჰაერის ფილტრის გამოცვლაც დაახლოებით 40 ცხენს უმატებს. და წარმოიდგინეთ, როდესაც შიგნით ამერიკელები აპატურებენ ხელს. იქ უკვე სასწაული ჯოჯოხეთური ცეცხლი ტრიალებს და მანქანა ხდება რაღაცა საოცარი. Okay. ხედავთ ვიზუალს ამ მანქანის ძრავისას, რაღაც სასწაული ურჩხული არის ნამდვილად. ერთადერთი ეხლა აქ ჩვენ რას გვაკლია არის ეს პლასმასი, რომელსაც აუცილებლად დავაყენებთ. გელა, ეს არ გეპატიება ნამდვილად და ამ მანქანას ეხლა შენ მართლა ისეული, აი შვილივითული, აი გაწყრიალებული გაქვს აბსოლუტურად ყველაფერი, საბარგულიდან დაწყებული, შიგნით სალონი მოწესრიგებული, ყველაფერი კარგად გაქვს გაკეთებული, ვიცი ჩემო ძმაო, შენ გენაცვალე მე, მაგრამ აი ეს პლასმასიც რომ გავაკეთოთ და აქ ეს პლასმასის დავაგოთ, იქნება ბევრად ლამაზი და კარგი. მოუხდება თავისთავად და ეს შენ არ შეგეშლება. რაც შეეხება ეხლა დანარჩენს ვიზუალს ხედავთ, ჩვეულებრივი V8 ტიპის ძრავი არის შიდა წვის, რომელიც გითხარით მე რომ ქარხნული გამოიმუშავებს 460 ცხენს და აქ უკვე დაახლოებით გვაქვს 520 პლუსი და დაახლოებით 600 ნიუტონი, რომელიც გვაძლევს ძალიან დიდ თორქს. თავისთავად რა და აქედან გამომდინარე არის ზუსტად ეს მანქანა, როდესაც ტრექშენს გავთიშავთ, ანუ მოცურების საწინააღმდეგოს გავთიშავთ თავიდან ბოლომდე, ეს მანქანა ხდება აი მართლა დაუმორჩილებელი, რაღაც ისეთი სასწაული და ისეთი ემოციის მომტანი ადამიანი, რომელსაც სხვა ბრენდის მანქანები უყვარს, დამიჯერეთ თუ ამ მანქანაზე დასვამთ, ის იტყვის რომ ეს არის ნამდვილი მოსტო. ხედავთ მეგობრებო, უკანა მხარეს. აი ძალიან მაგარი ვიზუალი აქვს აი. სიტყვების
შერჩევას კი მიჭირს. იმდენად ლამაზი ტრაკი აქვს რა და არ ამგონია რომ არსებობდეს ადამიანი, რომელსაც მუსტანგის უკანა მხარე არ მოეწონოს. რაღაც საოცარი არის. მე მით უმეტეს ახლა ეს მანქანა ხო არის Shelby-ს ვიზუალზე აწყობილი და თავისთავად აქ ვხვდებით უკანა მაყუჩებს 4 ცალს, 2 იქეთ, 2 აქეთ და მოდის ძალიან ლამაზ შესაბამისობაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ მე პირადად აი ეს ფრთა უკანა დამატების არ მომწონს ნამდვილად, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ამერიკულ მანქანაზე გათვლილი. ვიღაცას შეიძლება მოწონდეს კიდევაც, თუმცა მე ვამჯობინებდი, რადგან ეს მანქანა არის აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე Shelby-ს ვიზუალზე აწყობილი, კონდეს Shelby-ს დამატება. ეს რაღაც იაპონურ მანქანებს კი ბატონო მოუხდებოდა რა. ამ მანქანის ექსტერიერი თუ არ მოგწონს, ვიცით უკვე ჩვენ რომ შენ გეიხარ. არაფრის გელა. რაც შეეხება ინტერიერს. ჩვენ ინტერიერში, ესე იგი, ვაწყდებით ძალიან დიდ სილამაზეს. გამორიცხული არის რომ არ მოგეწონოთ აქ ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ წინა მუსტანგებთან შედარებით ამ მანქანაში უკვე ამ თაობაში არის ხარისხი გამოსწორებული და ყველაფერი არის იდეალურ მდგომარეობაში. ამერიკაში არის ყველაფერი გაკეთებული, აქ თითიც არ არის არაფერზე დადებული. სავარძლები ავიღოთ ტყავის და მისი ხარისხი არის ძალიან მაღალი, ასევე ტორპედო არის ტყავის და არის მაღალი ხარისხი, დანარჩენი არის კარბონის. საჭე, როგორც გარე ვიზუალი ამ მანქანის არის თავიდან ბოლომდე Shelby-ზე აწყობილი, ასევე მისი საჭე არის Shelby-ს, რომელიც არის ულამაზესი და ძალიან კარგი და ჩვენ ხელით შეგვიძლია ძალიან ბევრი რამე ამ მანქანაში მართოთ, ასევე შიფტერი, რომელიც არის ანალოგიურად Shelby-ს და ხედავთ მის ვიზუალს არის ძალიან ლამაზი. გვაქვს ასევე საკმაოდ დიდი ეკრანი, საიდანაც შეგვიძლია მართოთ ბევრი რამ, გვაქვს ღილაკები, ტრექშენის გამორთვა, რეჟიმები, სპორტული გვინდა, დრაგის გვინდა, ქალაქში სასიარულოდ გვინდა, ასევე ჩვენ შეგვიძლია მართოთ საჭე აქედან ღილაკიდან სპორტულზე. ანუ ჩვენ ასევე აქ გვაქვს საჭის მართვა, თუ გვინდა სპორტული, დავაყენებთ სპორტულზე, თუ გვინდა ძალიან რბილი იყოს, ნორმალური, ანუ შეგვიძლია დავაყენოთ და ასევე აქვს კომფორტი. მოკლედ, ამ მანქანას როგორც გარე ვიზუალი აქვს შესანიშნავი და კარგი, შიგნიდანაც მოგეწონებათ ნებისმიერ ავტომოყვარულს. ბიჭო, მე არ დამსვათ Shelby-ზე. ხوار ხადაო, ბიჭო. 550 ცხენი და ბიჭო, მე რო Shelby-ზე დამსვა, ხოთლა გამოვხლევდები, ჩემი დედამიწა. ეს რა არის, ბიჭო? ვა, ბიჭო. ვა! ვა! ბიჭო. უკანა შმაკი მომსდევს ვერ მეწევა! ვერ მეწევა უკანა შმაკი მომსდევს! და მოდის თავისთავად ძალიან ლამაზ შესაბამისობაში იქ უკვე სასაული ჯოჯოხეთური სპორტულზე შენ დედავატირე მაინც შემეშალა. თავისთავად აი აქაც კი მოკლედ Shelby-ს რა ქვია მას მამიკო? შიფტერი. ხო. Different pairs and cut to the chase, now they coming and saving. All over the net in my bed. I'm a storm back. I was raised in Liverpool, storm was like I was born, no joke, but a storm back. Now I sit this